თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. ადამიანი დღიდან დაბადებისა გამუდმებით ცდილობს თვითდამკვიდრებას, საკუთარ თავთან ან გარემოსთან ჭიდილში გადის დღეები, თვეები, წელიწადები და მთლიანად ცხოვრებაც კი. ალბათ აღარავისთვის საიდუმლოს აწარმოადგენს, რომ ჩვენ ადამიანები იმდენად ცოტას ვცოცხლობთ, ერთის ცოცხლე ხშირად საკმარისი არ არის მოასწრო ყველაფერი. მეტიც ხშირად გვავიწყდება, რომ სამყარო ჩვენს ირგვლივ კი არ ტრიალებს, ჩვენ ვტრიალებთ მათთან ერთად და ასე მიდის დრო. ასე იწურება, ვერ ვაფასებთ ყველაფერს. ყოველი ოქიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრება დავამუღამოთ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ცხოვრების დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდეთ და სადაც საჭიროა დაავთმოთ. უпростоრად დაავთმოთ, ვიდრე ამას ცხოვრება გააკეთებს და დამერწმუნეთ ის, რაც გარდაუვალია, ჩვენ მას ვერ შევაჩერებთ. როცა შვილს 12 წელი უსრულდება, თქვენ მასთან უკვე თანაცხოვრების 75% გაქვთ გატარებული, ხოლო როცა 18-ის ხდება, უკან 90% რჩება. ეს მწარე სიმართლეა, რომელსაც მერე ვაცნობიერებთ. ამის შემდეგ მხოლოდ პერიოდული შეხვედრები გელოდებათ. აღარ გექნებათ ერთობლივი საღამოები, საოჯახო სადილები, ვახშმები. თქვენი შვილები საკუთარი ცხოვრებით იცხოვრებენ და ეს ასეც უნდა იყოს. ყველაზე ძვირფას უკვე ცოლებთან და ქმრებთან გაიზიარებენ და არა თქვენთან. როგორც ადრე შესაძლოა იყავით სასურველი, მაგრამ მაინც სტუმარი ხართ მათ სახლში. მათ ისევ ეყვარებით ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ თქვენ აღარ იქნებით მათი სამყაროს ცენტრი. როცა თქვენ ცხოვრობთ საკუთარი რეალიზაციისათვის, მიდიხართ საზღვარგარეთ სამუშაოდ, შვილებისათვის, კი ბატონო, შვილებისაგან შორს, კარგავთ ყველაზე ფასეულს, რასაც ვერანაირი ფულით დაიბრუნებთ. ისინი აღარასოდეს იქნებიან 2 წლის, 5 წლის, 10 წლის და ასე შემდეგ. მათ უბრალოდ ახალი მიზნები ექნებათ, ახალი ამბიციები, ახალი ამოცანები. აჯობებდა თუ ამ დროს დაუთმობთ საკუთარი თავის რეალიზაციას და მოგზაურობას, მაგრამ თუ შვილებთან სიახლოვის ოქროს პერიოდი გაუშვით, მათზე ჩაჭიდებას იწყებთ მაშინ, როცა უკვე მათი გაშვების დროა, ეჭვიანობთ, ცდილობთ მათი ყურადღების მიპყრობას და манипуляციას, რითაც აანგრევთ როგორც შვილებთან ურთიერთობას, ასევე მათ ცხოვრებასაც. ყველაფერს თავისი დრო აქვს. იყავით მათ გვერდით მაშინ, როცა სჭირდებით და სუფთა სინდისით და მშვიდი გულით გაუშვით, როცა ამის დრო მოვა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.